Კავშირი აქვთ ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში დაკავებულებს საჭარელ მუსლიმ ახალგაზრდებთან, რომლებმაც მუხარის ვიდეო გაავრცელეს. კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ნასაკირალში დაკავებულების სახლების ჩხრეკისას ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს დროშები და იარაღი ამოიღო. სირიაში წასული ახალგაზრდის მშობელი შვილის გადაბირებაში ერთ-ერთ დაკავებულს ადანაშაულებს. დღეს 4-ვე დაკავებულ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა არც ერთ ჯერჯერობით ტერორიზმის ბრალდება არ აქვს აყენებული. მათ ოფიციალურად იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავებიან. დეტალებით ბელა ზაქაიძე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში დაკავებულ 4 ახალგაზრდას ლაშა გობაძეს, ჯამბულ აბდულაევს, მირიამ ბერიძეს და გია ბახუნდარიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. კონტრტერორისტული დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. ამიტომ სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდა. ბრალი წაყენებული აქვს 216 მუხლის მეორე ნაწილი და ეს არის ცელსასროლი იარაღის და ფეთქებადი ასაფეთქებელი მოწყობილების უკანონოდ შეძენა, შენახვა და დამზადება. მტკიცებულები რაც იყო 216 მუხლთან დაკავშირებით ჰქონდა მტკიცებულები წაუყენეთ და რატომ არ აქვს ტერორიზმის ბრალდება, ამაზე იგივეს ვიმეორებ, რომ არის გრიფით საიდუმლო. ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებულების ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი მტკიცებულებებით არ დგინდება. ამიტომ არ მოხდა ბრალის წაყენება ტერორიზმის მუხლით. რაც შეეხება იარაღის ბრალდებას დამცველების თქმით, საქმეში არც ამ მუხლის გასამყარებელი მტკიცებულებები დევს. ემზარ პაქსაძის თქმით, დაქტილოსკოპიურმა ექსპერტიზამ ბრალდებულების ანაბეჭდები იარაღზე ვერ აღმოაჩინა. მტკიცებულებებზე, რომელიც რაზეც ბრალი აქვს წარდგენილი, მათზე ანაბეჭდები ჩატარებულია და არაფერი არ აღინიშნება შესაბამისად. აი მე შემხებლობა იარაღთან დაკავშირებით არ შეიძლება ქონდათ, უფრო მეტიც ის რომ ისეთ ფორმაში იყო ეს იარაღიც ამოღებული, რომ არ შეიძლებოდა რომ ნორმალ ადამიანს იქ შეენახა. მათი პოზიცია არის ის, რომ გარკვეული სახელმწიფოს აქვს გარკვეული რეპრესიული პოლიტიკა და გარკვეული ძალადობრივი პოლიტიკა რელიგიური უმცირესობის ამ ჯგუფის მიმართ. სოფელ ნასაკირალში სუსის მიერ დაკავებულების ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ დაკავებულებს სირიაში წასულ მუსლიმ ახალგაზრდებთან, რომლებმაც მუხარის ვიდეო გაავრცელეს, მეზობლობა და მეგობრობა აკავშირებდათ. ირემაძეს და ანთაძეს იცნობდა რა ურთიერთობა ქონდა ვიდეოში რომ ბიჭები მეზობლები იყვნენ, ჩემი სახლის მესამე სახლია ირემაძე. როგორ არ უნდა ქონოდა ბავშვი ურთიერთობა. ზუსტად იმ ღამეს დაულაგეთ ანსაცმელი და არავითარი დროშა იქნე არ იყო. გვინდა ნაცნობებიც იმიტომ რომ სოფლელები იყვნენ, ნათესავების სახლ ნათესაური კავშირის იყო, რა თქმა უნდა, ეს ოპერაცია რატო ჩაატარეს? ალბათ ის იყო, რომ ეს ცნობილი ვიდეო მიმართვები, რომელიც გავრცელდა. მუხარის ვიდეოს ავტორებთან დაკავებულების კავშირის შესახებ არაფერი თქმულა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე. თუმცა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა რამდენიმე პირი, რომლებიც ემხრობიან ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიას. მისივე თქმით, იარაღის ბრალდებით დაკავებულების სახლში ისლამური სახელმწიფოს დროშები ამოიღეს. ჩხრეკის შედეგად 4 პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორის SIM ბარათები, მეხსიერების ბარათები, CD და DVD დისკები და ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს მიკუთვნებული დროშები. მუხარის ვიდეოში მონაწილე აჭარელი ახალგაზრდების მშობლებიც საუბრობენ მათი შვილების სუსის მიერ დაკავებულებთან კავშირზე. მუხარის ვიდეოში მონაწილე ბადრი ირემაძის დედა ამბობს, რომ ტელევიზიით გამოსვლის შემდეგ შვილმა სირიიდან სწორედ ჯამბულ აბდულაევის დახმარებით შემოუთვალა გაფრთხილება. მუხარის ვიდეოში მონაწილე კიდევ ერთი ახალგაზრდის, მამუკა ანთაძის მამა კი რამდენიმე დღის წინ შვილის სირიაში წასვლასა და რადიკალურ ისლამში გადაბირებაში სწორედ ნასაკირალში დაკავებულ მირიან ბერიძეს ადანაშაულებდა, რომელიც მისი დიშვილია. მირიან ბერიძე არის ეგა სწავლობს ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მაგისი იმით მივიდა იქა, იქედან მოხვდა იქა. მაგენი არავის აგიტაციას ჩვენი მეჩეთის იმამით უნდას არღებულობენ, ასეთ იმებს არღებულობენ და რაღაცა შემოუთვლია ჩემთვის. ტელევიზიაში რო გამოვიდა. საყრედური შემომითვალა. ვისი პირით შემოგითვალათ? მაგ ინტერნეტით. მეც არ ვიცი რაღაც უცხო სახელი ქვია, მაგის ქართული სახელი. ხო, აბდულაევია გვარი. რა თვითონ არ მოსულა დედამისი. ალლაჰუ აკბარ.
ერთ-ერთი დაკავებული გია ბახუნდარაძე კი 2 წლის წინ დაკავებული აჭარელი მუსლიმის თემურ ბახუნდარაძის შვილია. 2013 წლის სექტემბერში თემურ ბახუნდარაძის სახლიდან იარაღი ამოიღეს. მას უცხო ქვეყნის მოქალაქის დამალვაში ადანაშაულებდნენ, რომელიც თურქეთში უნდა გადაეყვანა. დაკავებულებს წაუყენებენ თუ არა ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის მუხლს ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში მუხლი გადაკვალიფიცირდეს. სასამართლოს სხდომა კი 21 იანვარს ჩაინიშნა.